სამედიცინო დაწესებულებები ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკვე მომარაგებულია. პარალელურად კი სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით 1 ოქტომბრის შემდეგ, როცა ამ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფთა. რეფორმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად. ამასთან სახელმწიფომ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან რიგ მედიკამენტებზე პირდაპირ გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს. ასევე სახელმწიფომ საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი დაადგინა. ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან მიმართებაში ეგრეთ წოდებული სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით რეფორმის მორიგი ეტაპი მივიდა ბოლომდე. ამჟამად ჩატარებული რეფორმის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ფასების კლება იქნება დამახასიათებელი ამ ეტაპისთვის და შესაბამისად მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება ცალკეული მედიკამენტები. იმ თავითვე მინდა ყველა ექიმს, ყველა აფთიაქს, ყველა დაწესებულებას, რომელიც ამ მედიკამენტების ბრუნვაშია ჩართული, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ და მაქსიმალურად აკურატულები იყვნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაში.